ახლებიდან დიდი მადლობა მარიკა როგორ ჩემი სტუმარი ხარ და აი პრინციპში იმაზე ვისაუბრებთ რაზეც ახლა ეკაბესელიასთან საუბრობდი ნუ ხვალისთვის არის რაღაც კოშმარი ნუ დღეს მე რაც იქ რუსთაველზე ხალხი ვნახე დარწმუნებული ვარ ძალიან შეაშინებდა ამ სქემას რა ქვია ქართულ ოცნებას ეს არა პატარა საქმე ნუ თქვენ თუ ნახედან თუ იქ იყავით ძალიან დიდი მასა საშინელი სიცხე იყო გამოვიდა ძალიან ბევრი ხალხი. ხვალ უკვალოდ არ ჩაევლის ეს დღევანდელი მარში. თქვენი აზრი და თქვენი შეფასება და თქვენი პარტიაც რას ფიქრობს ამაზე ძალიან მაინტერესებს. ახლა მით უმეტეს რეპრესირებული პარტია ხარ თქვენსა და მსგავსი იდიოტობა ხა განათლებული ქალებზანდებით მარიკა პირველად ვნახე აი 30 წელია არას დამოუკიდებელი საქართველო არსებობს თუ არა ვწდები. ნუ ყოველ შემთხვევაში არჩევით ისენი რა ქვია ხელისუფლანი და ესე პარტიების ლიდერების დაჭერა დაპატიმრება არ გამეგო რა თან ახლა სხვანაირად არ გამიგოთ ახლა ტელევიზიაში კი არის დაბადებით მენტალობით ნიკა გვარამიას დაჭერა რაღაც უნდათ აი არანორმალური სიტუაცია გვაქვს ეს მოსამართლეები მართა აი რაღაც კატასტროფულ ჭაობში არიან ჩაფლულები თქვენი აზრით რა იქნება ახლა და აი პერსპექტივას როგორ აღიქვამთ მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხართ მოგესალმებით დავით პირველ რიგში და მადლობა პირიქით მოწვევისთვის ჩვენ ვხედავთ რომ ზოგადად ჩვენი ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის წინაშე რასაც ქვია ავტოკრატია იმიტომ რომ დღეს საქართველოში ავტოკრატია მკვიდრდება და ავტოკრატია იდგავს ფეხს ხო ეს რაში გამოიხატება გარდა იმისა რომ ამას ყოველდღიურად ვხედავთ მსმენელსაც კიდევ ერთხელ თავმოყრილად ასე თქვათ რომ ავუხსნათ ხო ჩვენ ვხედავთ იმას რომ საქართველოში აღარ არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება და ძალაუფლება მიტაცებული აქვს ქართულ ოცნებას ივანიშვილის დაჯგუფებას რომელიც ახდენს ამ ძალაუფლების ასე ვთქვათ უზურპირებას. რატომ სჭირდება ხო ძალაუფლების მიტაცება? იმიტომ რომ მას ერთის მხრივ რომ არ აქვს ელექტორალური მხარდაჭერა და მეორე რომ ვერ ახდენს საზოგადოებაში უკვე იმ დეზინფორმაციის ფარგლებში იმ მესიჯების ფართოდ გავრცელებას, რის საფუძველზეც თუნდაც პირველი პერიოდის განმავლობაში ახერხებდა რომ შეენარჩუნებინა ხელისუფლება. ხო დღეს უკვე ეს აქვს მიტაცებული და ეს დასჭირდა იმით რომ ყველა თანხმდებით როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო ასპარეზზე რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები იქნა გაყალბებული და ამის ფარგლებში უკვე ლეგიტიმაცია აღარ აქვს ზოგადად იმ საკანონმდებლო ორგანოს რომელშიც ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატები არიან წარმოდგენილნი ის რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ესე იგი ქართული ოცნების მიერ მიტაცებულ ძალაუფლებას ხომ და ხალხი არ აღიარებს არა მარტო პოლიტიკური პარტიები არა მარტო საერთაშორისო საზოგადოება არამედ პირველ რიგში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამას არ აღიარებს ხალხი ეს ძალიან აწუხებს ქართულ ოცნებას ამისი აღკვეთა უნდა ხო ეს გააკეთა რითი დაიწყო რეპრესიები საზოგადოებაზე და ამ მხრივ ავტოკრატიის ასე ვთქვათ დამყარება ქვეყანაში. რეპრესიების ფარგლებში ჩვენ ვნახეთ არაერთი მეთოდი, ხო, ის მეთოდები, რომელიც რუსეთისთვის და ავტოკრატიული ქვეყნებისთვის არის კარგად ნაცნობი. ჩვენ ვნახეთ ცემა, დახვედრები, ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, ჩვენ ვნახეთ სპეცსაცმელები, საშინელებები გადაიარა ქვეყანამ. ჩვენ ვნახეთ უკანონო დაკავებები. დღესდღეობით ჩვენ 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს, როგორც მოქალაქეებში, ანუ თავისუფლებისათვის მებრძოლ მოქალაქეებში, ასევე ჩვენ ყავს პოლიტპატიმრები უკვე პოლიტიკური პარტიებიდან, ხო? და მათ შორის კოალიცია ცვლილების სამი ლიდერი არის ციხეში, ხო? მათ შორის პარტია ახალის ორი, ნიკა გვარამია და ნიკა მელია. კოალიციიდან კიდევ ზურავ გირჩი ჯაფარიძე. ანუ ჩვენი სამი ლიდერი სრულიად უსაფუძვლოდ არარსებული კომისიის, არარსებული პარლამენტის, ანუ არალეგიტიმურ პარლამენტზე გვაქვს საუბარი, რომელშიც არარსებული კომისიაა, რომელმაც წულუკიანმა დაარქვა, რომ ეს არის კომისიაო, სადაც ფორმალურ სამართლებრივადაც კი ვერ იარსებებს ეს კომისია, იმიტომ რომ თუნდაც პარლამენტის რეგლამენტს და ფორმალურ სამართლებრივად რომ მიუდგეთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს თუნდაც პოზიციასა და ოპოზიციის დეპუტატების ბალანსს შორის, ხო? ორი მესამედის არ ყავდა პარლამენტში და კომისიაში. არ მისმოდა ხმა უკაცრავად. არის ისა მარიკა მეგონი წოლოკიანი როდესმე ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება საზეიმოდ გაცილებული და ეს უნდა დაინგრეს ეს სისტემა ბოროტი სისტემა ააგეს მაინც და მაინც ეს ხალი მიუშვეს ისეთ ვინცურ ადგილას ნუ აი სადაც მართა საზღვრობა ჩატარდა და ნუ აი ეს
მასობრივად დეპუტატები მეთქი პარლამენტის პარტიის ლიდერების დაპატიმრება ესაა საგიჟეთი თვითონაც ვერ ხვდებიან მაგრამ აი უბრალოდ რეპრესიის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე და ეტაპზე რომელზეც ახლა უკვე გადავიდნენ ამაზე მინდა ხაზი გაუსვა და ვისაუბრო თვითონ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით ხომ იმიტომ რომ უკვე არალეგიტიმური ხელისუფლებამ ნახა რომ აქციებს და ხალხის პროტესტს ვერ აჩერებს სემით უსაფუძვლო დაჭერებით საზოგადოება მაინც იცის რომ ეს ადამიანები სრულიად უკანონოდ არიან ციხეებში გამოკეტილები და ამას აჩვენებდა თითოეული პროცესი რომელიც ტელეეთერებიდან და მედიის საშუალებით გადაიცემოდა ხომ ჩვენ ვნახეთ რომ მაგალითად იქ სადაც საქმეში ამბობენ რომ ადამიანებს ორგანიზებულ ძალადობას აწყობდნენო ერთი მოწმე ვერ მიიყვანეს პოლიციელებიდან რომელიც დაადასტურებდა რომ კონკრეტულად ვინმე პირი ამოიცნეს იქ ხომ მეტიც ჩვენ მქონდა შემთხვევა როდესაც პოლიციელი მოწმე, ცრუ მოწმე პოლიციელი პირდაპირ ამბობდა კითხვა დაუსვა ერთ-ერთმა ადვოკატმა თუ შეგიძლია თუ ამოიცნოთ კონკრეტულად ეს პირი და კიო შემიძლიაო და მიუთითა ვინ იყო და თქვენ იცით და იცით დარწმუნებული ვარ რომ ის ადამიანი ანუ ის ბრალდებული დარბაზში საერთოდ არ იყო ვისაც ხელი დაადო ვითომ იყო კონკრეტულად ის პირი, ხო? აი ასეთ სიტუაციებზე გვაქვს საუბარი. ჩვენ ნახეთ საბას ხვიტარიძის შემთხვევა, როდესაც ადამიანი აწამეს და მე დააბრალეს რომ ვითომ პოლიციას დაესხა თავს, ხომ, რაც აბსოლუტურად დიდი ტყუილი იყო ამ შემთხვევაში და თვითონვე მოუწიათ, იმიტომ რომ სასამართლოს საქმეში თვითონვე ვერ წარმოადგენეს მტკიცებულებები, თვითონვე მოუწიათ უკანწაღება თავისი ტყვის და გადააკვალიფიცირეს, მაგრამ მაინც უსაფუძვლოდ აგზელებს საბა მასში საპატიმროში ყოფნას. ჩვენ ნახეთ ექიმები, ჩვენ ნახეთ უაღრესად მნიშვნელოვანი მსახიობები, იუმორისტები, უამრავი ადამიანი, რომელსაც ნარკოდანაშაულს აბრალებენ, ნარკოდანაშაულს ადამიანებს, რომელსაც საერთოდ შემხებლობა არ აქვთ ნარკოტიკთან და არ ქონიათ, ხომ? და გადავიდნენ ამ ყველაფრით ვერ შეაჩერეს, ვერ დააშინეს ხალხი და ხალხის პროტესტი ვერ შეაშინეს და გადავიდნენ უკვე უმძიმეს ფორმაზე, რომელსაც ნინო დათაშვილთან დაკავშირებით იყენებენ. მარიკა, რა მინდა კითხოთ, პედაგოგი, რომელსაც ემუქრებიან ფაქტობრივად იძულებითი ფსიქიატრიული შემოწმებით და მკურნალობით, რომელიც არის საერთოდ ანაქრონიზმი არა. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ნინოსთან შესული შეხვედრაზე პირადად ვნახე ის, pirადad ვესაუბრე ამ საკითხებზე. ნინო ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად მყარად არის, ცნობილი ფაქტია. მას აქვს ჯანმრთელობის სხვა პრობლემა, ხერხემლის პრობლემა ქონია და ამასთან დაკავშირებით აქვს დიდი ტკივილები და ისედაც ის პირობები, რაც ციხეშია, რა თქმა უნდა, აუარესებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მაგალითად, ნინო დიდი ხანია ითხოვს, რომ შესაბამისი, ანუ მის ხერხემალს რაც შეესაბამება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეესაბამება, ისეთი რა ქვია, ლეიბი რომ მქონდეს, ხო, სპეციალური, რაც აქ ამ დრომდე არ დაუკმაყოფილეს. რასაც არ დროულად არ უკმაყოფილებენ და ახლა უკვე დაწერილია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც მისივე ხარჯებით მოხდეს ამ კვლევის ჩატარება. და ამის სანაცვლოდ ჩვენ რას ვხედავთ? იმისათვის, რომ ადამიანის დისკრედიტაცია მოახდინონ სრული, იმისათვის, რომ კიდე საზოგადოებაში ახალი შიში დათესონ, შემოიღეს კარგად დავიწყებული ძველი მეთოდი, რომელიც ჩვენთვის თანამედროვე საქართველოში მცხოვრებისთვის, იმიტომ რომ მე მაგალითად 86 წელს ვარ დაბადებული და ეს მეთოდები მარტო წიგნში მქონდა წაკითხული და მეგონა რომ აღარასდროს საქართველოში ასეთი რამე არ იქნებოდა, ხო? და ამ მეთოდს ჩვენ ვხედავთ უკვე რეალობაში, დღევანდელ რეალობაში, რომელიც არის დამახასიათებელი პუტინის რუსეთისთვის, რომელიც არის დამახასიათებელი ბელორუსიისთვის და ჩვენ კითხვა ჩდება საქართველოს ამ ქვეყნებს უერთდება? ამ ქვეყნების რიგში უნდა იყოს, ანუ ავტოკრატიაში, ქართულ საზოგადოებას ამაზე პასუხი გაცემული აქვს და უარი აქვს ამაზე ნათქვამი. ჩვენ ქართველებს გვინდა დემოკრატია, სადაც ვცემთ ადამიანის უფლებებს პატივს და დღესდღეობით მიტაცებული რეჟიმის პირობებში ადამიანის უფლებები უბრალოდ აღარ არსებობს. აღარ აგვაქვს. სასამართლოში აღარ აგვაქვს, სასამართლო აღარ იცავს ადამიანის უფლებებს და ხვალ მაგალითად, როდესაც გიორგის
ახობაძის და ასევე მზიამაღლობელის განაჩენები გამოცხადდება, ჩვენ ვიცით, რომ ეს განაჩენები მაღალი ალბათობით საერთოდ არ არის მიღებული სასამართლოში, ხო, უბრალოდ ეს მოსამართლეები გამოაცხადებენ და ჩვენ უნდა ვიყოთ იმაზე დამოკიდებულნი, ეს მოსამართლეები გაბედავენ თუ არა და გარისკავენ თუ არა, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანები წყლობით გამოკეტონ ციხეში. გიორგი ახობაძის შემთხვევაში, ისევე როგორც ნიკუშა კაციას და კიდევ რამდენიმე უკანონოდ დაკავებული ადამიანის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს გამოცემულობა, რომ ადამიანებს შეიძლება უვადოდ 20 წლამდე, ანუ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოთ. ეს არის ტრაგედია და მით უმეტეს არაფრით არ უნდა დაუშვათ, რომ ნინო დათაშვილზე ეს გაუვიდეთ, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ნინო დათაშვილის საქმე. და ეს არ არის მარტო ნინო დათაშვილის შემთხვევა. თუ ნინო დათაშვილზე ეს გაუვიდათ, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიდგავენ ფესვებს ამ ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. არის ძალიან დიდი რეაქცია გამოიწვია. მე რამდენადაც ინფორმირებული ვარ, აი ვაშინგტონში კი შეწუხებული არიან ამ ხვალიდევ დღეზე და მე რაც გავიგე, კატეგორიულად ითხოვენ, რომ გაიტანონ ეს სისულელე და იდიოტობა და ნახოთ, ყოველ შემთხვევაში აი თუნდაც რაც მოხდება ხო და მე რატომაც ქვეცნობიერად გზნობ, რომ ორივესაც გაათავისუფლებენ. და თუ გაათავისუფლეს, იცით, ახლა თქვენ ადვოკატი ხართ, მრავალწლიანი სტაჟი და მებრძოლი ქალბატონი ბრძანდებით და რა არის, იცით, ძირეული ცვლილებები უნდა მოვითხოვოთ მართლმსაჯულებაში. აი ეს მოსამართლეებს წესი და რიგით საქართველოს სახელმწიფო სახელით არ უნდა ქონდეთ უფლება ესეთი იდიოტობების გამოცხადებისა, რასაც აკეთებენ უკვე და ეგრე აი ყველა მოვითხოვოთ ძირეული ფუნდამენტალური რეფორმა მართლმსაჯულებისა. ან რაღაც იმუნიტეტი მივცეთ ამ მოსამართლეებს, რაღაც ანუ ისედაც იმდენი იმუნიტეტები აქვთ, ხელფასების გავსა მაგას თუ არა ვწევი, მაგრამ დასული უნდა იყვნენ, აი პოლიტიკურ შეკვეთებს აღარ უნდა ასრულებდნენ მოსამართლეები. მე არ ვიცი ახლა თქვენ აი იურისტი ბრძანდებით და თქვენ უფრო გეცოდინებათ, ესე ვთქვათ, საიდან და რა მხრივ შეიძლება ზეწოლდა ამ სასამართლოზე. ალბათ ეს ძალიანად ეს რა ქვია იმას მოსამართლეების კანტორა რო ანის უნდა დაიშალოს, ან რაღაცა ახალი უნდა შეიქმნას. დიახ, ეს იუსტიციის საბჭო არის საბჭოო იდიოტების გამოჩეკვისა, ეს საზიზღრობა იყო წლების მანძილზე ვითმედით, ადრე იყო სათათბირო ორგანო და ეხლა გახდა შესიორკა ბოდიში და ძალო ვისი ძალაუფლებას დომინირებს, იმათი ყმაგლეხები გახდნენ და გაუპატიურებულია სასამართლო და თქვენ აი ადვოკატების აქტივობით შეგიძლიათ იცით აი ვექტორი შეუცვალოთ ამ კანტორას. ეს უკვე კანტორა გახდა, ეს არა მართლმსაჯულების სასახლე და ციტადელი და ასე შემდეგ და ფერი შრომა მოგვიწევს თქვენს, ჩვენს სულ ყველას, რომ პატივი უნდა ვცეთ მართლმსაჯულებას, აი განიველირეს ყველაფერი. მართლმსაჯულება არის ერთ-ერთი და ძალიან ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, რომელმაც ქვეყანაში უნდა. სწორი ხარ, წესით მას შეუძლია შეაკავოს რაღაცეები. მართლმსაჯულების სისტემას უნდა სჭირდება რეფორმა და ეს რეფორმა დამოკიდებულია რეალური რეფორმის ჩატარება, დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. ვითომ, როდესაც 2012-ში მოდიოდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში, მოდიოდენ, აი ეკაცი ხსენებდა ამას. მაგრამ ხედავთ, რომ იგივე ადამიანები დარჩნენ და იგივე ადამიანების ასე ვთქვათ, ძალაუფლების ქვეშ მოექცა უკვე ეს გავლენები და ხედავთ, რა სიმახინჯეც მივიღეთ. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ჩვენ კოალიციაში კონკრეტულად პარტია ახალს გვაქვს კონკრეტული რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ, თუმცა ამას სჭირდება კიდევ ერთხელ ვამბობ პოლიტიკური ნება. ეს ნება იქნება მხოლოდ მრავალპარტიული პარლამენტის და მმართველობის პირობებში, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ქართულ ოცნებას მიმტაცებელს ავტოკრატიული რეჟიმის დამყარებელს საერთოდ არ სჭირდება თავისუფალი სასამართლო. მე ვარ აი როგორ გითხრათ, მე რო ვკითხულობდი ბევრი წლის წინ პუტინის რუსეთს პოლიტიკოვსკაიას წიგნი არის ესეთი და ეს ქალბატონი იყო რუსეთში მოღვაწე. შეეწირა დემოკრატიის ბრძოლას და საწყალი. ყოველ შემთხვევაში ისა მარიკა მე სიტუაცია იცვლება, მართა იცვლება და ნახოთ რა, აი 4 ოქტომბერს შეიძლება სულ დამთავრდეს ყველაფერი ამათვის. მე უყიდებით თითი დღე უარესდება მათი ქმედებები. და მე მგონი შედეგს ვერ მიაღწევენ და ეგება მერე მაინც აი ვინც კი
ვისაც კიდე ესე ვთქვათ უნივერსალური განათლება გაქვთ მართლმსაჯულების სიკეთეში და ბოროტებაში, თქვენ გაერთიანდი და თქვენ მოუწოდოთ ხალხს, რომ ერთად დავდგეთ მოსახლეობა იქნება თუ მედია იქნება თუ არასამთავრობოები, ყველამ უნდა ამოვიყოთ ხმა, რომ დამთავრდეს რა ეს სასამართლო ვეღარ თვითონაც ვერ ხვდებიან სადამდე მიიყვანეს საქართველოს სასამართლო და დასაცავია ეს ინსტიტუტი, სასამართლო დასაცავია ეს თეორიის დონეზე ყველამ ვიცით, რომ უნდა იყოს სასამართლო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შორის არბიტრი და აქ საშინელება აღმასრულებელი ხელისუფლების მონები გახდნენ მოსამართლეები. ეს უნდა დამთავრდეს. მაგრამ ახალგაზრდები ხარ ძირითადად შეძეთ მართლმსაჯულებაში ვინც მოწოდებით ახართ შესულები და შეგიძლიათ რომ უმრავლესობა გახდეთ. აიზრულეთ, ვაიზრულოთ ყველა, ვაიზრულოთ რომ 4 ოქტომბრიდან ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. მე მართლა მერიდება იცი ქალბატონი ისა ზიაზე მინდა ეკითხრა თქვენს ქალბატონი ხარ და იმიტომ 900 კილომეტრს ატარებენ აქეთ იქით. იმდენი ტვინი არ აქვს სასამართლოს უფროს რომ გამოუყოს თუნდაც იმაში რა ქვია სახში ჩაკეტვას რა ქვია იზოლაცია შინაპატიმრობაში ყავდეთ ეს ქალბატონი ბათუმში რას ატარებენ 900 კილომეტრი პატარა ციფრია ბათუმიდან რუსთავში მიყავდა მაშინ იმითი რაღაც პატარა მანქანითა და უკან მოყავდა წამება ესეც უპატრიოტიზმობა ჯერ ის მოსამართლე მეთქის პოლიციელი იყო თუ ჟანდარმი იყო ის ბიჭი საერთოდ მოსაკვეთია ქვეყნიდან რა გასაშრებია აქედან სადამდე მიიყვა ეს უკვე პოლიტიკური ამბავია ახლა მე არის თქვენ ამაღლებელთან დაკავშირებითაც მინდა ცალკე გამოვიდა. კი ბატონო, კი, მაგრამ რის თქმა მინდა ისინი მზიას ევროკავშირიც კი იცავს. ეს ოხერი სასამართლო როგორ შეიძლება აქამდე მივიდეს, გადაიტანა კიდე რამდენიმეჯერ. 7 თვე რატო უნდა იჯდეს ეს ქალბატონი? ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდა ხელისუფლებას გაათავისუფლეთ. უდანაშაულოა. და ახლა ვიღაცა მოსამართლის იმაზე უნდა ვიშთევაში მნიშვნელოვანი აღინიშნოს რომ ის რასაც მზიას ედავებიან სილის გაწვნას ეს конკრეტული მოქმედება საერთოდ არ ჯდება სისხლის სამართლებრივ საერთაშორისო დონეზე შეაფასეს როგორც აბსურდი ეს არის მაქსიმუმ შეიძლება ამაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დადგეს ისიც იმ შემთხვევაში თუ კი რა ვიცი მტკიცებულებების მართლა მაღალი სტანდარტი ექნებოდათ რაც ამ საქმეში არ არის წარმოქმნილი მზად ქალს რომელსაც ჟურნალისტს რომელსაც მიაყენეს შეურაცხყოფა შემდგომ ამაზე ჰქონდა რეაგირება რომელსაც არ გამოუწვევია არავითარი ზიანი რომელსაც მიზნად პოლიციაზე თავდასხმა საერთოდ არ ჰქონია და დაკავების შემდგომ კიდევ მიაყენეს უდიდესი შეურაცხყოფა მთელ ბორკილებ დადებულ ქალს პოლიციის უფროსი რომ აფურთხებს და ეუბნება რომ ბოდიში და ჩაიფსასო ხო რომ არ უშვებს ტუალეტში და წამებას ახორციელებს ამ შემთხვევაში ნორმალურ სამართლებრივ სახელმწიფოში ჩვენ გვექნებოდა ის რომ უკვე ამ კონკრეტული პოლიციელი ჩამოცილებული იქნებოდა თავის საქმიანობას ერთი და მეორე გამოძიება იქნებოდა დაწყებული მისი მხრიდან უფლებამოსილების მინიმუმ გადამეტებასთან დაკავშირებით ხო და ეს ყველაფერი არ ხდება რატომ არ ხდება იმიტომ რომ ქართულ ოცნებას რეალურად არ სურს დამნაშავეების დასჯა იმიტომ რომ სწორედ ასეთი ტიპის დამნაშავეებზე დგას და ასეთი ტიპის დამნაშავეებზე აწყობს მის ამ მიტაცებულ ძალაუფლებას თუ დასჯის ასეთებს ხომ ჩამოექცევა მას თუმცა ეს რეჟიმი მაინც ჩამოექცევა იმიტომ რომ არ არსებობს შემთხვევა და არ არსებობს ქვეყანა სადაც ხალხის ამხელა პროტესტ შედეგი არ გამოუღია და მით უმეტეს საქართველოსნაირი ქვეყანა რომელსაც ქართველი ხალხი მუდმივად არის დემოკრატიისკენ და მიისწრაფვის და მუდმივად არის თავისუფლების მოყვარული ხო ქართველი ხალხის იდენტობა არის ის რომ არის ევროპული ერთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი და ამ იდენტობას ვერ წაართმევს ვერც ივანიშვილი ვერც პუტინის ვერანაირი ასე ვთქვათ იდეების გამტარებლები საქართველოში ეს ყველაფერი დასრულდება ხვალ ზეგ 1 ნოემბერს თუ როდის დასრულდება ეს წინასწარ არავინ არ იცის და ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება წინასწარ რაიმე თარიღების დაგეგმა იმიტომ რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ბუნებრივი პროცესი თავისით ბუნებრივად მივა, რა თქმა უნდა, იმ პროცესებით და იმ ხელშეწყობით, რომელსაც ჩვენ ისედაც ვაკეთებთ თუნდაც 8 პარტიის ფორმატში, როდესაც ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ერთი და მეორე არ თანამშრომლობას ვაგრძელებთ სწორედ
თანმიმდევრულად და პრინციპულად, იმიტომ რომ ართანამშრომლობა არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ხელშემწყობი ხალხის პროტესტთან ერთად და საერთაშორისო სანქციებთან ერთად, რომელიც უკვე მრავლად არის და კიდევ მეტი წამოვა, რაც უფრო მეტად გააგრძელებენ მასობრივად ადამიანის უფლებების დარღვევას საქართველოში, ეს მიმტაცებელი ხელისუფლების მიმტაცებელი ქართული ოცნება და ივანიშვილის დაჯგუფება და ეს ართანამშრომლობაც არის სწორედ მნიშვნელოვანი კომპონენტი. ართანამშრომლობა არ აღიარება, ეს უნდა გავაგრძელოთ. სწორედ ამის ნაწილია ის, რომ არ შეიძლება არ ვიღებთ მონაწილეობას ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში. პარტია ზოგადად როგორც ესეთი შექმნილია არჩევნებისთვის, ხო, მაგრამ დღეს გვაქვს ისეთი მოცემულობა, როდესაც არჩევნები უბრალოდ აღარ გვაქვს ქვეყანაში. აღარ არსებობს არჩევნები, იმიტომ რომ არჩევნებს ატარებს ცესკო იმ შემადგენლობით, იმ თავმჯდომარით, რომელიც უკვე მხილებულია არჩევნების გაყალბებაში, როგორც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე ეს ვაჟბატონი. და რომელმაც კიდევ უფრო მეტად ამ არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში შეცვალეს კანონმდებლობა ისე, რომ კიდევ გააუარესეს საარჩევნო მდგომარეობა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ აქ საარჩევნო ვითარება არ არსებობს. ანუ ნორმალური არჩევნები, დამოუკიდებელი, თანასწორი, ფარული არ არსებობს. ხო ჩვენს ქვეყანაში და ამ ყველაფერს რაც დაუპირისპირდება ხალხის პროტესტთან ერთად არის სწორი პოლიტიკური ნაბიჯები და დღეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯი არის სწორედ ართანამშრომლობა, თანმიმდევრულობა და პრინციპული პოზიცია. ისა ქალბატონო მარიკა, გულწრფელად გეუბნებით, აი ყველა ნანობს უკვე. მე არ ვიცი თქვენ უსმინეთ თუ არა, ახლა ვორსკიზე არასოდეს დიდი წარმოდგენის არ ყოფილიყავი, მაგრამ კაპიტულიანტური პოზიციები ეკავა დღეს და აღიარა ფაქტიურად. აი და სიმართლე თქვა რა, რომ ეს დიდი შეცდომები იქნა დაშვებულიო და ესეც აი არ ვიცი ახლა თვითონ ბიზინა პროფესიონალი არ არის მით უმეტეს მართლმსაჯულებისგან ძალიან შორს არის და საერთოდ აი ეს იდიოტური კანტორა არ უნდა შექმნილიყო. ჯერ ერთი ოპოზიციამ რომ ბოიკოტი გამოუცხადა და პარლამენტში არ შევიდა, ამათმა თვითნებურად მოაწყვეს რაც დარჩნენ იქა მათ უყარეს კენჭი, ნუ ეს ანაქრონიზმია კონსტიტუციაში წერია კაცო ეს კომისიის შეფრის უფლება ოპოზიციურ პარტიებს აქვს. ფეხებზე დაიკიდეს ბოდიშტამ ჟარგონისთვის და აი ეს და ამით უნდა დაპატიმრებების სერია დაეწყო და რა მიიღეს, უარესი მიიღეს. აი მე გპირდებით, აი თუ გინდათ გარანტიასაც მოგცემთ, ხვალ ნახავთ, აი ქალბატონ ზიას გაუშვებენ, ძალიან დიდი ზეწოლა იყო ვაშინგტონიდან და იმდენად დიდი იყო, რომ დღეს დაბნეული იყო ვორსკი აგერდა, ნახა დანამდვილებით ვიცი რომ ძალიან შავ დღეში და ფაქტურად წყევლა-ყრილვაზე არის ბიზინა ივანიშვილის სადამდე მიმიყვანეთო. ესეც იქნება. აი დამიჯერეთ თვითონ ის ტორმუზები და მოეშალათ ეთყობა და მიექანებიან ოფსკულისაკენ და ახლა თავისებური ის არის დეტექტორი არის რადგან ეს ვორსკი ესეთი ის იყო დღესაც უწარკვეთილი მივხვდი რომ ესერი მართა ჩამოიშლებიან და როგორც ჩანს მართა მოხდება იცით რაღაც აი 4 ჯერ ღმერთმა იცის როგორ დამთავრდება არჩევნების დამთავრებამდე გრანდიოზული აქციები იქნება და ჩამოიშლებიან ჩამოშლის სუნიცემს უკვე ქართულ ოცნებას ბევრ მოხელეს და ძალიან ბევრი უკვე ამ ხელა გამოცდილების ადამიანს რომელმაც არაერთი ხელისუფლების ცვლილება თუ რეჟიმის ჩამოშლა გინახავს. აი მე ამისთანები წასულა, აი ართა გეუნებით, აი მარიკა კატასტროფის წინაშე არიან. აი ხა ვორსკის ვიცრო 30 წელი, აი პანიკაში იყო დღეს შემეცოდა, კაცი არ იცოდა რა არგუმენტები მოეყვანა. იგივე კობახიძეც შეიძლება გადააყენონ ამ დღეებში. მე ინფორმაცია მაქვს, რომ სასწრაფოდ უნდათ მისი მოშორება, იმიტომ რომ ჩამოექცევათ. ესენი 4 ოქტომბერს ვერ მიაღწევენ. ეს რეჟიმი აუცილებლად ჩამოიშლება. ეს უკვე რეჟიმია, სწორი ხარ და რეჟიმი საქართველოში ერთიანობით, ერთობლივი ბრძოლით, გეთახმებით. ისეთივე პრინციპულები უნდა ვიყოთ, ისეთივე ერთიანები უნდა ვიყოთ, ისეთივე გაუტეხლები უნდა ვიყოთ, როგორც რეჟიმის პატიმრები არიან და როგორც რეჟიმის პატიმრებმა მოგვცეს მაგალითი. მე ყოველდღიურად მაქვს ამ ადამიანების მშობლებთან ურთიერთობა, ამ ადამიანების ოჯახის წევრებთან, მეუღლეებთან, შვილებთან, მშობლებთან, ძმებთან, ანუ ყოველდღიურად მაქვს მე ვიცი ამ ადამიანების ატკივარი და მე თვითონ მაქვს გათავისებული ეს ატკივარი და მათსავით მტკივარი მარიკა თქვენზე ლეგენდები დადის მე ესე ვიცი ახლა თხემი ტერფამდე ხართ აი მართა უფლება დამცველი ბევრი ხართ და ეს ბევრი მოუგებთ ესენი უმცირესობები არიან 5-6 გიჟი და გადარეული ეკა სიცხე რო არ აქვთ მაწეული და ვერ ახვდებიან უკვე ჩამოშრის ზღვარზე დგანან მე აი
ნახავთ აი თუ გნებავთ აი თქვენ თო შეხედეთ ვოლსკირეებს ლაპარაკობს დაბნეულები არიან და ბიზნეს საერთოდ უკვე ამ ადგინებაში არის და ნახოთ მე ეს სამწუხაროდ არ მქონდა შესაძლებლობა ეს გამოხმაურებები რომ ენახა იმიტომ რომ დღეს თელი დღეა ფაქტობრივად მე ვმუშაობ დაჩქარებული ტემპით რომ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოვამზადო სამართლებრივი ანალიზი და ის სამართლებრივი შეცდომები ხარვეზები და შეგნებულად დაშვებული შეცდომების შესახებ ეს ანალიზი მოვამზადო და აუცილებლად ამ საქმის კურსში ჩავაყენოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მე მართა კარგ სოლიდარობას ვიწერს დასავლეთ პარტნიორი მის საქმეში არსებულ სამართლებრივ აბსურდთან დაკავშირებით იქნება საქმის კურსში და ეს ესე მოხდება. აუცილებლად ესე მოხდება და ნინო მარტო არ არის, ნინო მე მზიას გუშინდელ სიტყვებსა ნინოსთან დაკავშირებით ემოციებით ვერ ხვდები, ვერ შევხვდი, იმიტომ რომ ეს პროცესი ჩემთვისაც ძალიან ღირებულია, ძალიან ემოციურია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პროცესში სწორედ ამიტომ ვარ უკვე ვიქნები და ვარ კომპრომისო, ვიბრძოლებ ბოლომდე, ვიბრძოლებ ამ ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები და ადამიანი როგორც ღირებულება დაბრუნდეს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი, ერთი ინდივიდიც კი ღირებულია მისი სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობა, მისი უფლებები და ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული წყობის ფარგლებში და ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონის უზენაესობა გვაქვს და არა შერჩევითი სამართალი. როცა კანონის წინაშე მაღალჩინოსანია, რომელიც დღეს არის და ხვალ არ იქნება, უბრალო მოქალაქეა, თუ ვინც გინდა ის არის, ხომ, არის თანასწორი და მან სამართალს და სამართლიანობას უნდა მიაღწიოს თანაბარ უფლებიანობის პროცესში და არა ის, რაც დღეს სასამართლოში ხდება იმ გავლენების ფარგლებში, როდესაც ვერანაირ საქმეზე შედეგი ვერ დადგება, სადაც არის ინტერესი და სადაც არის გავლენა. კაბატონო მარიკა, ოფიციალურად გეუბნებით, აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ თქვენს უკან დგას საქართველოს დროშა. აი მართა, აი ესე უნდა ფიქრობდეს ყველა მართლმსაჯულების მოხელეები და რატომაც ადვოკატები ხართ მართლა ყველაზე უფრო მართლმორწმუნეები და გამოჩნდეს ერთი მოსამართლე და აი დროშა შეხედოს როგორც ფარველს მისას არ ჩანან მოსამართლეები აი ნახოთ აი ხვალ შეიძლება ვიღაცა მე რაღაც ინფორმაცია მაქვს ქალბატონ ზიას გაამართლებენ და წესით კომპენსაციაც უნდა მისცენ, ბოდიშს უნდა მოუხადონ, რაღაცა უნდა გააკეთონ, თორემ ჩამოგვეშლება ქვეყანა და დიდი მადლობა, რომ თქვენს უკან საქართველოს დროშა დგას. ხოჯურიანი დროშა არის ჩვენი მფარველი და მე არ ვიცი ახლა აი მახარებს ის მე-16 თუ მე-17 საუკუნის რუკაზე იმისი რა ქვია კოლხეთის თავზე აი ზუსტად ეს დროშა დგას და ეს მისტიკაა ისეთ ხუჯურიანები ჩვენა ვარ, ჯვაროსნები ვარ ჩვენ ქართველები და დიდი მადლობა რომ თქვენ იმაში კაბინეტში ეს ქართულ დროშას უყურებ და დარწმუნებული ვარ რომ თქვენაერები მოუგებენ და მოუგრიხავენ ამათ კისერს. მადლობა დიდ პატივს გცემთ თქვენი პარტია მართა ავანგარისტულები არიან, მე მგონი მეორე ადგილზე გახვედით თუ მე მეხსიერება ავღალატობს და რა არის იცით მე ფიქრობ რომ ეს 8 თუ 10 პარტია მაინც მოგიწევთ გაერთიანება და ერთად თუ დავდექით 4 ნოემბერს ესენი დამთავრებულები იქნებიან და სად გაიქცევიან ღმერთმაიცის მერე. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას მომავალი ბრძოლისათვის და იმეც ვიტოვებ რომ კარგი უფლებადამცველი იქნებით მარად და მარად. მადლობა თქვენ, მადლობა ხალხო რომ პირიქით ქალბატონო მარიკა გულწრფელად გეუბნებით აი მართლმსაჯულების რისხვა ხართ ყველა ოპოზიციური პარტიის ადვოკატები და თქვენ გაიმარჯვებთ. ღმერთი ჩვენსგან არის. მადლობა თქვენ, მადლობა ხალხო რომ გვისმენდით, გემშვიდობებით ხვალამდე კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.